გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მეგობრებო, ოკეან მიღმიდან კარგი ამბები გვესმის. თინა ბოგუჩავამ მოკლე ეკისრიანი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამოიდო იღლიაში და დაიწყო მასთან ერთად ამერიკის კონგრესში შეხვედრები. როგორც თვითონ ბრძანა შეხვედრები საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. ფოტოსურათიც ვიხილე, მარჯვნივ გახარებული ჭიაბერაშვილი დგას, მარცხნივ ნაზად მომღიმარე ბოკუჩავა და შუაში ბატონი ზაქ ნანი. ხომ იცით ვინ არის ზაქ ნანი? არიცით? სტრანნა. არც მე ვიცოდი ვინ იყო ზაქ ნანი. თუმცა მე დავჯექი, დავგუგლე და გავიცანი. ზაქ ნანის დღევანდელმა სამსახურეობრივმა პოზიციამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება არ მოახდინა, მაგრამ მე რა მთავარია თინიკოსა და ზურიკოსთვის მასთან ფოტოს გადაღება დიდი პატივი და საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის პირველი ნაბიჯი იყო. ახლა მომიტევეთ და მაინც უნდა გითხრათ ვინაა ზაქ ნანი. ცოტა გრძელი სახელი აქვს მის პოზიციას, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. უნდა სიტყვით მოგახსენოთ. მოკლედ, ის არის ამერიკასა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას შორის სტრატეგიული კონკურენციის სპეციალური კომიტეტის წევრი და ეროვნული უსაფრთხოების, უკანონო ფინანსებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. საინტერესო სავიზიტო ბარათზე თავისი თანამდებობის სახელი მთლიანად აქვს დაწერილი, ასე თუ ახომ წარმოგიდგენიათ რამხელა სავიზიტო ბარათი ექნება. კარგი, მისი სავიზიტო ბარათის ზომა არ არის ახლა მნიშვნელოვანი. ბატონ ზაქ ნანის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მას ალბათ კონგრესში რაღაც ქმედითი ფუნქციები ევალება. კერძოდ ამერიკისა და ჩინელი კომუნისტების სტრატეგიული კონკურენციის დარგში, მაგრამ რა შუაშია აქ საქართველოს ეროვნული ინტერესები. ეს კი უკვე ჩემთვის სრულიად გაუგებარია. ალბათ ზაქ ნანისთვინაც გაუგებარია რა უნდა მისგან შორეული ამიერკავკასიიდან ჩაუფრენილ ქერათმიან ქალს და მასთან ერთად პატარა ზომის კაცს. მაგრამ ამერიკელებს ბევრი რამ შეიძლება დააბრალოთ თავაზიანობის არქონის გარდა და ამიტომაც, როდესაც ზაქ ნანი თავისთვის მშვიდად კონგრესის დერეფანში მისეირნობდა, ფიქრობდა თუ რა ევნო ჩინელი კომპარტიისთვის ამერიკის სასარგებლოდ, ამ დროს მას უკნიდან უცხო ქალი მიეპარა, პიჯაკში ჩააფრინდა და დამტრეულ ინგლისურ ენაზე მასთან ერთად ფოტოს გადაღება სთხოვა. ზაქ ნანმა უარი არ უთხრა. იმ ქალსა და მის პატარა კაცს შუას დადგა, ამერიკულად გაიღიმა, ანუ 32-ვე თეთრი და ქათქათა კბილი გამოაჩინა და ფოტოსესიაც შედგა. სვამ კითხვას, რა კონკრეტული მიზნისთვის შეიძლება შეხვდე ზაქ ნანის და პასუხს ვერ პოულობ. მაგრამ ის მავიწყდება, რომ მე პატარა კაცი ვარ, ვაზროვნებ ვიწრო ტაქტიკით, დიდი აი ამ მაგიდის ფარგლებში და იმ ეგზისტენციური შეხვედრის ღრმა აზრი მე არც უნდა მესმოდეს. და თინა ბოკუჩავა ბუმბერაზი ქალია, ამხელა პარტიის თავმჯდომარეა. მისი სტრატეგიული ხედვა, როგორც ხედავთ, დიდი ხანია ოკეანეს გადაცდა და მან იცის, რასაც აკეთებს, იცის ვის შეხვდეს და იცის როგორ მოუღოს ბოლო ქართულ ოცნებას. გარწმუნებთ, ის იმ ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილი დაიწყებს და ნელ-ნელა კონგრესის ყველა თანამშრომელს მისვლება. ფოტოებსაც გადაიღებს და შეიძლება კონგრესის ბუფეტშიც მაგიდასთან რომელიმე საშუალოდ წონიან ჩინოსანს მიუჯდეს და საქართველოდან ჩამოტანილი კვაწარახი და ტყალაპი უფეშქეშოს. და ინტიმური საუბრის დროს აუხსნას რა არის საქართველო, სად არის საქართველო, როგორ უნდა საქართველოს ამერიკის 51 შტატად გახდომა, როგორ უჭირს დღეს საქართველოს ავტოკრატიული კი არა, დიქტატორული რეჟიმის პირობებში და იქნებ რაიმეთი დაგვეხმაროთ თქვენი ლამაზი თვალების ჭირიმე. იქნებ ერთი პატარა სამხედრო დივიზია გადმოისროლოთ საქართველოში, რომელიც ქიმიური იარაღის გავრცელება გამოყენებაშია შემჩნეული. ამ სიტყვების დროს თინა ბოკუჩავა ჭიაბერაშვილს თვალს ჩაუკრავს და პატარა ზურაბი ჯიბიდან დახუფულ სინჯარას ამოიღებს და
კოლინ პაუელივით ჰაერში შეაჭრევს. და ბოლოში კი მიხეილ სააკაშვილის წიგნს ძალის გამოღვიძებას აჩუქებს ავტორის ბატისფეხური ავტოგრაფით. ამერიკის კონგრესში 535 წევრი კონგრესმენია. ყოველ იმ კონგრესმენს მინიმუმ 6 ადამიანი ემსახურება. რამდენი კომიტეტი, ქვეკომიტეტია თავისი თანამშრომლებით, ხომ წარმოგიდგენიათ, ხო და თინა ბოკუჩავა თავის პატარა ზურასთან ერთად ყველას თუ მოივლის და თითოეულთან თუ ჩაბუქნავს 2030 წელს დადგება საკრალური წელი, როდესაც ევროკავშირი ჭინთვით შეეცდება გაფართოების დაწყებას და საქართველოს ადგილი რომ მაინც არ იქნება იქ. ისე კი ხომ წარმოგიდგენიათ რა სიხარული და ზეიმი ექნებოდა ნაცების პარტიას ამერიკამ საქართველოში ბელგრადის ანდა ერაყის სცენარი რომ გაიმეოროს. მით უმეტეს პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. BBC დამაღარიჩებულია და ცრუ კომპრომატიც გამოქვეყნებულია. თავარია კომპრომატი იქნას გამომზეურებული და ცრუა ის თუ არაა ცრუ ეს მერე კომპრომეტირებულმა იდარდოს. ჩვენ კი ბოკუჩავას ახალ ფოტოსესიას დაველოდოთ. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.